ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის განვითარება ამ სახელწოდებით საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში მიმდინარეობს. 4 მხრივ შეხვედრაზე ჰიდროენერგეტიკის ინვესტიციების მოზიდვაზე, საერთაშორისო პროექტებსა და საკანონმდებლო რეგულაციებზე მსჯელობენ. კონფერენციაში ჯენი კვანტალიანი აშუქებს და თემას ვრცლად განაგრძობს. დიახ, ქეთი აღნიშნული კონფერენცია საქართველოსა და ყირგიზეთის მინისტრის მოადგილებმა გახსნეს. ორდღიანი კონფერენცია ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით იმართება, თუმცა ნორვეგიის მთავრობის დელეგატების გარდა აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობენ ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის დელეგატებიც. კონკრეტულად რა მიზანს ემსახურება აღნიშნული კონფერენცია, გვესაუბრება ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ბატონი ილია ელოშვილი. მოგესალმებით ბატონო ილია. კონკრეტული მიზანი რო გითხრათ კონფერენციის შესახებ და შემდეგ უფრო სხვა კითხვები. მოგეხსენებათ, სამივე ეს ქვეყანა, რომელიც თქვენ დაასახელეთ, ცნობილია იმით, რომ მაქსიმალურად აქვს ათვისებული თავისი ბუნებრივი რესურსები, ჰიდრორესურსები. მაგალითისთვის, ნორვეგიის ელექტრომომარაგება ხორციელდება 98% ხორციელდება ჰიდრორესურსების საშუალებით და ტაჯიკეთის და ყირგიზეთის გამოცდილებაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ უზიარებთ, მაგრამ ასევე ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი გამოცდილება, ჩვენ ვახორციელებთ აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი საქართველოში, 400 მილიონი დოლარის ინვესტიციები ჩაიდება ზემო აჭარაში, განახორციელებენ Clean Energy და Tata Power-ი, ეს იქნება 185 მეგავატიანი ჰესების კასკადი, ამიტომ მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის მათი საკანონმდებლო ბაზის გაცნობა, მათი საინვესტიციო კლიმატის გაცნობა, თუ როგორ შეძლეს მათ მიღწევა იმისი, რომ მაქსიმალურად აიწვიეს თავისი ჰიდრორესურსები. ასევე ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ თუ რა ახალი ტექნოლოგიები, რომელთაც ხორციელდება ჩვენი პროექტები და ეს არის ძალიან სასარგებლო პრაქტიკა, რომელიც დაინერგა ამ კონფერენციაზე. დიახ, თქვენ მაღალმთიანი აჭარა ახსენეთ ბატონო ილია და აქვე ერთი შეკითხვა ქედაში, საფომერისში იგეგმება თუ არა ჰესის მშენებლობა, მოსახლეობას აქვთ ინფორმაცია ამის შესახებ. აქტიური შეხვედრები აქვთ მესამე სექტორის წარმომადგენლებთან და რეალურად საუბრობენ ეკოლოგიურ პრობლემებზე. თქვენ გაქვთ თუ არა რაიმე სახის ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით? ზოგადად საინტერესო არის ზემო აჭარა, მისი პოტენციალი არ არის ამოწურული, მიმდინარეობს მუშაობა რამოდენიმე ჰესზე, რაც დღესდღეობით რეალურად გამოკვეთილია. ეს არის აკავრეთა ჰესი, დაახლოებით 18 მეგავატიანია და ასევე არის გარკვეული პოტენციალი, რომელიც უკვე გამოკვეთილია ჭვანის წყალზე და მდინარე ჩირუხზე. დანარჩენი ეს უკვე არის უბრალოდ პოტენციალი, ჰიდროპოტენციალი, რომელიც არსებობს აჭარაში, მინდა მოსახლეობას უთხრა განსაკუთრებით ზემო აჭარის მოსახლეობას ჩვენ საკუთარი თვალით ვიხილეთ, ანუ ნოლიდან დაიწყო ამ პროექტის განხორციელება, ეს არის უდიდესი პროექტი, რომელიც ახლა ხორციელდება და ნახეთ, რომ სიკეთის მეტი არაფერი არ მოუტანა იმ რეგიონს, თუკი გავითვალისწინებთ იმ სოციალურ პროექტებს, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ახლა ხორციელდება ამ რეგიონში, ფაქტობრივად გააცოცხლა ზემო აჭარა. ჰესი არის ყველაზე ერთ-ერთი ეკოლოგიურად სუფთა საწარმო, რომელსაც გამონაბოლქვიც კი არ გააჩნია, არანაირი პრობლემებს, არანაირი მოცულობის ჰესი, მით უმეტეს მცირე და საშუალო ჰესები, რომელთა პოტენციალიც არის ზემო აჭარაში, არ შეუქმნის მოსახლეობას. რაც შეეხება თუ კი რომელიმე მოსახლეზე მოხდა ზემოქმედება ამ მშენებლობის პერიოდში, აუცილებლად კომპენსაციები იქნება. ჩვენი მხრიდან მოთხოვნა არის ყოველთვის ინვესტორის მიმართ, რომ კომპენსაციები იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და აუცილებლად იყოს ისინი გაცემული. ასე რომ მოუწოდეთ მოსახლეობას, შვიდათ მოეკითხონ პირიქით ჰესებს უმოქვთ სიკეთე, ჰესებს უმოქვთ განვითარება მათთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენთან საუბრობდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი. აქვე შევახსენებთ იმასაც, რომ ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში ხვალინდელი დღე დაეთმობა შვახებ ჰესის დათვალიერებას. კონფერენცია დღეს დაიწყო და როგორც გითხარით, ხვალ დასრულდება. მადლობა, საერთაშორისო კონფერენციის დეტალებით ჯენი კვანტალიანი საუბრობდა.